გაგავლინა ექნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-მდე ზრდას დეველოპერულ ბაზარზე, რომელიც ძირითადად იპოთეკურ დაკრედიტებაზეა მიბმული, როგორია დღეს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და როგორ აისახება მშენებლობის გაძვირება საფასო პოლიტიკაზე. სამშენებლო დეველოპერულ ბაზარს სტუმართან ერთად მოვიხილავთ კომპანია არსის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე. გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბესო, მოგესალმებით პირველ რიგში. უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმები ელენე, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო სწორედ ეროვნული ბანკის 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით. მაყურებელს უკვე მოვუყევით, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 8.25%-მდე, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად აი ამ პრევენციამ, რომელსაც მიმართავს ეროვნული ბანკი, უნდა შეზღუდოს წვდომა გარკვეულწილად სესხებზე. როგორი მოლოდინია თავად თქვენ სექტორში, რომელიც როგორც თქვით, ძირითადად მაინც იპოთეკურ დაკრედიტებაზეა მიბმული, არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ ამას გავლენა ექნება თავად, ასე ვთქვათ, მომხმარებელთა განწყობაზე, მსყიდველუნარიანობაზე და ასე შემდეგ, როგორი მოლოდინებია ამ ნაწილში სექტორში? ხო, ერთს დავამატებ, რომ ძირითადად არა ნაწილობრივ და ძალიან მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხების უძრავი ქონების გაყიდვებისთვის და ისტორიულად თუ შევხედავთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნული ბანკს მიუღია, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ან რაღაც ახალ რეგულაციას აწესებს იპოთეკური სესხებთან მიმართებაში, ეს პირდაპირ აისახება ხოლმე უძრავი ქონების გაყიდვაში, ხო? კორელაცია არის საკმაოდ ისეთი აშკარა იპოთეკურ სესხებსა და უძრავ ქონების გაყიდვა. პირველად ბაზრის ნაწილზე ვიდახთ, თორე ზოგადად ხა იპოთეკური სესხი მხოლოდ უძრავ ქონების შესაძენად გამოიყენება, ხო? ეს კონკრეტული ასე ვთქვათ სიახლე რას მოიტანს ბაზრისთვის, ეს გამოჩნდება, ხო, მომავალში, თუმცა ცალსახად ამას დადებითი გავლენა ვერ ექნება, ხო? რა დონით და რა დოზით შეამცირებს უძრავ ქონების ტრანზაქციებს გამოჩნდება მომავალში. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ ისტორიულად გვახსოვს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება საკმაოდ სენსიტიურად ამოქოს ხოლმე უძრავი ქონების ბაზარი. კი ბატონო, ნახოთ დაველოდოთ დროშის გამოიკვეთება, ალბათ რა პერსპექტივაში ელოდებით, რომ უშუალოდ ამას ასახვა შესაძლოა, რომ ამას გქონდეს ასახვა ბაზარზე? ხო, მე პირადად არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ ეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს, თუმცა ცალსახად უძრავი ქონების გაყიდვებისთვის უარყოფითია. შევხედოთ, ხო, აქ სხვა გარემოებებიც არსებობს, ზოგადად ადგილობრივი, გლობალური, შესაბამისად ამას გარკვეული ანალიზი დაჭირდება მომავალ, თქვათ, შემდეგ თვეებში, რომ დავინახოთ რა გამოიწვია თუ რაღაც გავლენას მოახდენს. კი ბატონო, ბესო, იპოთეკური დაკრედიტების ნაწილზე მინდა გკითხოთ, ჩვენ თვეების წინ განსაკუთრებით წინა წლის ბოლოსთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ იპოთეკური დაკრედიტება გარკვეულწილად შიდა განმარტებებით იყო ჩანაცვლებული, იმიტომ რომ გარკვეულწილად თავს იკავებდნენ ბანკები ამ შემთხვევაში იპოთეკური სესხების გაცემისგან. თუმცა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ პირველი კვარტლის სტატისტიკას მიმდინარე წელს, გაზრდილია იპოთეკური დაკრედიტება თანხაში, დაახლოებით 34%-იანი ზრდა და რაოდენობრივად 20%-იანი ზრდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ უფრო შიდა განმარტებები იმდენად აქტუალური აღარ არის, თუ აი როგორი ტენდენციებია ამ ხრივ ბაზარზე, შეიცვალა თუ არა ეს პრაქტიკა, რაზეც თვეების წინ ჰქონდა საუბარი? ხო, 24 წლის ბოლოს დაიწყო, როცა უკვე არა ეროვნული ბანკის მიერ, არამედ კომერციული ბანკებმა გარკვეულწილად შეზღუდეს იპოთეკური სესხების გაცემა და ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ზოგადად პორტფელი იყო საკმაოდ გაზრდილი უძრავი ქონების სექტორში გაცემული სესხების და რაღაცნაირად ამით შეამცირეს დაკრედიტება, რასაც სექტორმა უპასუხა იმით, რომ ხედავთ ხო ბაზარზე 10 წლიანი განმავლობები, ანუ ალტერნატივა იპოთეკური დაკრედიტების გამოჩნდა ბაზარზე, ანუ მომხმარებლებს შეეძლო არა სესხი აეღოთ, არამედ შიდა განმავლობით ესარგებლად, რამაც გარკვეული პერიოდის მერე პრობლემა წარმოშვა, ხო, იმიტომ საკმაოდ დიდი პორტფელი დაგროვდა დეველოპერულ სექტორში
რომელთვისაც ეს საკმაოდ ისეთი რთული სამართავი პორტფელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ხო ფინანსური ინსტიტუტი, გარკვეული რისკების შეფასება ხდება, როცა ამ ასე ვთქვათ ცესხს ამტკიცებს ბანკი, დეველოპერებს ამის ასე ვთქვათ რესურსი არ გააჩნდათ და ამის შემდეგ უკვე დეველოპერებიც მიხვდნენ ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ჩემ თავს, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია მსგავსი პროდუქტი ბაზარზე, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო იგივე ეროვნულ ბანკთან საუბარო გარკვეული ცვლილებები მომხდარიყო. შემდეგ კომერციულმა ბანკებმაც უფრო ასე ვთქვათ თამამად დაიწყეს დაკრედიტება. შეიძლება ეს იმას ნიშნავდა, რომ უბრალოდ შეუმცირდათ ასე ვთქვათ პორტფელი ჩვენი მიმართულებით, ან უბრალოდ დამატებით ახალი რესურსი გამოყვეს, თუმცა ბოლო თვეებში აშკარა რაც დასვით კითხვა, აშკარა ასე ვთქვათ სხვაობა, ანუ შემცირდა შიდა განვადებები და გაზრდილი არის იპოთეკური სესხების გაცემა, რაც დადებითია, იმიტომ რომ სწორი ეს არის, რომ ბანკი გასცემდეს კრედიტს, ხოლო დეველოპერები აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, ანუ აშენებდნენ სახლებს. კი ბატონო, ბესო პირველი კვარტლის მონაცემებზე მინდა გკითხოთ, ზოგადად როგორი ტენდენციები ამ სექტორში, თუ კოლერსის კვლევას მოვიშველებთ, მხოლოდ თბილისში მნიშვნელოვანი ზრდა იყო გაყიდვებში, დაახლოებით 17%-მდე ზრდა იყო და ეს მხოლოდ მარტს თუ ავიღებთ, თითქმის 31%-იანი ზრდა იყო გაყიდვებში. ფაქტია, რომ ბაზარი ასე ვთქვათ სერიოზულად გამოცოცხლდა და ცალკეული დეველოპერების ნაწილი აქცენტს აკეთებს მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენაზე, დადებით გავლენაზე ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ზაგრძნობლად არის გაზრდილი ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში მოთხოვნა, მოკლედ იგივე თუნდაც ისრაელის ბაზრის მხრიდან. ამ ნაწილში როგორი სურათი მივიღებთ, საერთოდ ჯამში პირველი კვარტლის მდგომარეობით, რამდენად შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარზე სურათი და ამ სურათის შეცვლაში რამდენად დიდი წილი მოდის სწორედ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე. ესეთი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის, უბრალოდ დადებითი ტენდენცია რაც ჰქონდა გასული წლის მეორე ნახევარში ეს გრძელდება და თუ ჩვენ შევადარებთ ბოლო კვარტალს 25 წლის ბოლო კვარტალს აქ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი და სტაბილური ზრდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში როცა გასული წლის პირველ კვარტალს ვადარებთ, ლოგიკურია რომ დიდი ზრდა იქნება, იმიტომ რომ გასული წლის პირველი კვარტალი იყო საკმაოდ შემცირებული, იანვარში არ იყო ტრანზაქციები, თებერვლიდან დაიწყო ზოგადად გამოცოცხლება ბაზარმა და მარტში შედარებით ასე ვთქვათ აღდგა ტრანზაქციები. ამიტომ ხარ როცა გასულ წელს შევადარებთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ზრდა იქნება, მაგრამ თუ შევადარებთ ბოლო კვარტალს, მასთან შედარებით საკმაოდ სტაბილური ზრდა. ანუ სტაბილური ზრდა, ბუნებრივი ზრდა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს სწრაფი ზრდა, რაც ჩვენ გვქონდა 22-23 წლებში და გარკვეულ რისკებში ამ მომენტში შევიდა სექტორი, თუმცა აქედან გამოვედით დასტაბილურდა ბაზარი, შესაბამისად ეხლა ეს სტაბილური ზრდა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწრაფი ნახტომები. ამიტომ ეს ისრაელი ირანიდან წამოსული დამატებითი მოთხოვნა ძალიან კარგია, იმედს ვიტოვებ, რომ ეს დადებითად აისახება და არ იქნება ისეთი შოკური, როგორც იყო იგივე რუსეთის შეჭრის დროს უკრაინაში და იქიდან წამოსული მოთხოვნა, რამაც ასევე პარალელურად თვითღრებულების ზრდაც გამოიწვია. ეხლა ახალი გადატანილი გვაქვს მსგავსი შემთხვევა ბაზარს და მე პირადად არ ვისურვებდი ისე ვთქვათ თვითღრებულების სწრაფ ზრდას, მოთხოვნის სწრაფ ზრდას, უფრო ასე ვთქვათ ბუნებრივი სტაბილური ზრდა ჯობია ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, წამოსულია მოთხოვნის ნაწილი ამ ქვეყნებიდან. ორივე ქვეყანა მანამდეც დაინტერესებული იყო ქართული უძრავი ქონების ბაზრით, მათთვის ახალი არ არის და რა თქმა უნდა ესეთი კონფლიქტური სიტუაცია და როცა იძაბება ამ ქვეყნებში სიტუაცია, ცდილობენ გარკვეული კაპიტალი დანაზოგი უფრო ისეთ ქვეყანაში განათავსონ, რომ დაცული იყოს და ლოგიკურიც არის ეს მოთხოვნა, თუმცა ისევ ვიმეორებ, ეს
ვერ იქნება იმ მასშტაბის, რაც იყო 2022-2023 წლებში. კი ბატონო, კვლავ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის თემას რომ დავუბრუნდეთ, უკვე მშენებლობის ნაწილში რა ტიპის ცვლილებებს ველით კომპანიების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც სამშენებლო სარემონტო მასალების იმპორტით არის დაკავებული, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ აი ამ კონფლიქტიდან გამომდინარე სერიოზულად გაძვირდა სამშენებლო მასალები და მოლოდინია უახლოეს პერიოდში რომ ეს ზრდა გაგრძელდება. ამასთან საქსტატმა გამოაქვეყნა 2 დღის წინ მშენებლობის ღირებულების ინდექსი, აქაც ზრდა საჩვენებს ეს ოფიციალური სტატისტიკაც. აქედან გამომდინარე, როგორი მოლოდინია სექტორში, რამდენად შეიძლება გაძვირდეს მშენებლობა ქვეყანაში და ეს საბოლოოდ შემდგომ უკვე ფასებზე როგორ მოახდენს გავლენას. ხო, მაგ ნაწილშიც საკმაოდ სენსიტიურები ვართ, მოწყვლადი ბაზარი გვაქვს და ნებისმიერი გლობალური პრობლემა მყისიერად აისახება ხოლმე. მithumetes თუ საუბრობთ იგივე საწვავი ხედავთ როგორ არის გაზრდილი მოლოდინების ნაწილი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ არ არის ხოლმე დაკავშირებული ესა თუ ის კონფლიქტი მომწოდებელზე, თუმცა ეს უარყოფითი მოლოდინები ყველასთან აისახება ხოლმე და რაღაცნაირად ყველა უფრო ცუდი სცენარისკენ არის მომართული და ცდილობენ რომ რაღაც რეზერვები შეიქმნან და ფასი თუნდაც წინასწარ ასე ვთქვათ გააძვირონ პროდუქცია. ამის ნიშნებიც უკვე არის ამ ნაწილშიც როგორც მოთხოვნის ნაწილში დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება ისეთივე როგორც ჰქონდა რამოდენიმე წლის წინ და არ მოახდენს ესეთ გავლენას გვახსოვს რომ თითქმის 50-60% ძალიან მოკლე ვადაში მოხდა თვითღირებულების ზრდა და ამან გამოიწვია გასაღები ფასის და არავინ არ იფიქროს რომ ამის ასე ვთქვათ ვინმე მომხრია თუნდაც ამ სექტორის წარმომადგენლები რომ აი სწრაფად მოხდეს ფასის და ეს არასოდეს არ არის კარგი არც ბაზრისთვის არც ეკონომიკისთვის იმეც ვიტოვებ რომ აქაც უფრო მოკლევადიან კონფლიქტთან გვექნება საქმე და უფრო სწრაფად დარეგულირდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ხო ახლა ჩვენ ირანზე დამოკიდებული და იქიდან არ ვიღებთ სამშენებლო მასალებს, მხოლოდ რაღაცა მცირე რაოდენობა შემოდის, ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს ხო ირანს და ვხედავთ საწვავზე როგორი გავლენა აქვს, იგივე ჩინეთიდან ტვირთებზე აქვს გავლენა და შესაბამისად თუ ეს კონფლიქტი გავრმოვდა და გრძელვადიან კონფლიქტში გადაიზარდა, მაინც შეიძლება კონდეს მნიშვნელოვანი გავლენა სამშენებლო მასალებზე. კი ბატონო, ბესო მხოლოდ სამშენებლო მასალები ამ შემთხვევაში ხარჯებს თუ შევხედავთ, აქ არ არის იგივე ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა, ნავთობპროდუქტებზეა გაზრდილი, ასე ვთქვათ, ფასები, იგივე საშუალო ხელფასი თავად ამ სექტორში დასაქმებულების იზრდება. აი ამ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორია პროგნოზები ფასების კუთხით უნდა ელოდოს თუ არა ბაზარი უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას, მოდი ესე გკითხავთ. ხო, საბოლოოდ ეხლა გულისხმობ, რომ თუ ელექტროენერგიაზე საწვავზე ფასი იზრდება, რა თქმა უნდა გავლენას ახდენს შემდეგ ყველაფერზე, არა მარტო ჩვენ სექტორზე და ჩვენ დარგზე მაქვს საუბარი მთლიანად, ხო, ეკონომიკაზე, ხელფასების ნაწილი ისედაც მზარდი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დეფიციტურია ჩვენ დარგში კადრები და საქსტატსაც შევხედავთ წლიდან წლამდე ეს იზრდება, ეს უკვე ლოკალური ამბავია, ანუ არანაირი გავლენა ამას გლობალურ ბაზართან არ აქვს, შესაბამისად გვაქვს ადგილობრივ ნაწილში ხელფასების ზრდის ნაწილი და გლობალურიდან გამომდინარე შეიძლება უკვე სამშენებლო მასალების ზრდაზეც იქონიოს გავლენა, რაც თავსახად მოლოდინის აჩენს, რომ აქ ზრდა გვექნება როგორც თვითღირებულების ნაწილში, ასევე გასაყიდი ფასის ნაწილში. დაახლოებით რამდენი პროცენტიან ზრდაზე შეიძლება ვისაუბროთ? ჩემი სურვილია, რომ ეს 10%-იან ზრდაში დარჩეს და იმის იქით არ წავიდეს, რაც ჩვენი ბაზრისთვის საკმაოდ მისაღებია და აიტანს ამას ბაზარი, თუ ამაზე მეტი იქნება, გარკვეულ რისკებში შევართ, იმიტომ რომ ისევ გამეორდები, რომ რამოდენიმე წლის წინ გავიარეთ ეს გზა და საკმაოდ ცოტა დროა გასული, რომ კიდევ ეხა ვისაუბროთ ახალ ფასის ნიშნულზე. თუმცა მოლოდინი რომ გაიზრდება გვაქვს, ეს ისედაც გქონდა და თუ შევხედავთ თუნდაც 23 წლის მერე
2-3 წელიწადს თუ შევხედავთ, აქ უკვე ბუნებრივი სტაბილურ ზრდაზე რაც ჩვენ ბაზარს ახასიათებს 7%-იანის და ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიქსირდება და იმედია რომ მიმდინარე წელიც ამ რიტმით და ამ ტენდენციით წავა. თუ ამაზე მეტი გავლენა იქნება უკვე ამ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები შეიძლება გაჩნდეს ბაზარზე. კი ბატონო, ბესო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვაყენეთ საქმის კურსში რეალურად რა ხდება თქვენს სფეროში. მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის. ბესო ორთოიძეს უსმენდით, არსის გენერალურ დირექტორს პირდაპირ ეთერში.